ხმერულის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომლის გემოც არასდროს დაგავიწყდებათ. ხო და გამომყევით, დაგვჭირდება 1 ქათამი, რომელიც წინასწარ კარგად გარეცხელი და გასუფთავებული გვაქვს. მე გამოვიყენე აეროგრილი, მაგრამ შეგვიძლია შევწვათ როგორც გასხურაში, ასევე ტაფაშიც. თლიანი ქათამი გადავიტანე აეროგრილში, ტემპერატურა დავაყენე 200 გრადუსზე, სულ რაღაც 5-დან 7 წუთამდე დავაყოვნე ქათამი აეროგრილში, შემდეგ კი დავასუნელე. რაც შეეხება სუნელებს, გამოვიყენე პაპრიკა, მშრალი აჯიკა, სვანური მარილი და ჩვეულებრივი მარილი და შემდეგ შევაბრუნე ისევ გრილში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. ახლა კი ტაფაში მოვბრაწოთ კარაქთან ერთად ნიორი. კარაქი არის 30 გრამი. კერძის მომზადებისას გაიღვიძა იოანემ, რომელიც ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და აი ასე უნდა ყოფნა. ხო, ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენ შქმერულს, ასე რომ მოიბრაწება ნიორი, გადავიტანოთ დაახლოებით 200 მილილიტრი რძე და 480 მილილიტრი ნაღები. ამასობაში კი ჩვენი ქათამი გავჭერი შუაზე და კიდევ გადავიტანე გრილში. ასე შუაზე გაჭრილით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოვათავსე აეროგრილში. ხო, არ დაგავიწყდეთ, ნაღებისა და რძის მასა აუცილებლად დაბალ ტემპერატურაზე უნდა იდგას. ამასობაში ჩვენი ქათამი იდეალურად შეიწვა, ახლა კი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. ამ დროს ნაღები და რძე უკვე უნდა დუღდეს. მე კი ჩემი ქათამი აი ასეთ ნაჭრებად დავჭერი. ქათმის ნაჭრები სათითაოდ გადავიტანე, შემდეგ რა თქმა უნდა თავზე დავახურე და დაახლოებით 5-დან 7 წუთამდე კიდევ ვადუღე. ისეთი შქმერული გამოვიდა, აუცილებლად უნდა სცადოთ.